თამთა თქვენ იყავით ადგილზე, ასევე მეც გუში მაგალითად, ვიდრე ამ ინტერვიუს ჩავწერთ ერთი დღით ადრე. მდგომარეობა, ჩვენც რომ არ აღვწეროთ, არის მართლა უკიდურესად მძიმე, გადამწვარია ძალიან დიდი ტერიტორია, თუმცა ამ ტერიტორიის გვერდით კვლავაც გრძელდება დაახლოებით იგივე ფორმის ვაჭრობა, იგივე ფორმის შენობებში. დაახლოებით, რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური შეიძლება არ იყოს. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ადამიანს აფიქრებინებს, რომ სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები თავიანთ სარჩო საბადებელს რა ფორმით და რა რისკის ხარჯზე მიიღებენ და მეორეს მხრივ იმასაც აფიქრებინებს, რომ ეს ადამიანებიც მიდიან რისკზე. რა სოციალური ფონი განაპირობებს და სოციალური ფონთან კიდევ რა შეიძლება განაპირობოს ის, რომ მაგალითად რამდენიმე წლის წინ დამწვარი ბავშვთა სამყაროს შემდგომ მოვაჭრეები გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე დამწვარია და იქაც დაეწვათ საქონელი, მაგრამ იქაც არ ქონდათ მაგალითად საქონელი დაზღვეული და იქაც მათთვის პრიორიტეტული შრომის უსაფრთხოება არ ყოფილა. რა გარემო ქმნის ასეთ დამოკიდებულებას? მოგესალმებით. ალბათ პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მთლიანად ვაგზლის ტერიტორია და იქ ორგანიზებული შრომა, თუ ვაჭრობა და ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც იქ ვხედავთ, ჩემთვის სიმბოლურად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს და ნამდვილად ჩვენს რეალობაში ძალიან მაღალი არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხშირად ძალიან დაუცველ ეკონომიკაში და ძალიან დაუცველ შრომაში არიან ჩართულები, ხშირად საკუთარი შემოსავლების, სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის რისკის ფასად, მაგრამ ისინი თვლიან და ეს ნამდვილად ასეც არის, რომ მათ ხშირად სხვა გზა არ რჩებათ გადარჩენისთვის. ხო, აქ ჩვენ შევხვდებოდით, თქვათ, ადამიანებს, რომლებიც პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მთლიანად არიან დამოკიდებული ივალზე, ზოგადად ბოლო წლებში ჭარბვალიანობა არის სერიოზული პრობლემა, ხო, გაზრდილია ერთსულ მოსახლეზე ვალების რაოდენობაც და მათ შორის იგივე უძრავი ქონებით დაზღვეული იპოთეკის რაოდენობაც, რაც პრინციპში მენიშნებს იმაზე, რომ მცირე ეკონომიკური რყევაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს აი ამ ვალებში ჩართული ადამიანების მომავლისთვის, ხო? და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წუხილი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ, ეს იყო ბანკებთან მათი ვალდებულების საკითხი და ის, რომ მათ შეიძლება ბინებიც კი დაეკარგათ იპოთეკით. მეორეს მხრივ ჩემთვის ძალიან თვალშესაცემი იყო, რომ მათ შორის იყო ძალიან ბევრი ქალი და დევნილი, ხო, რომლებიც წლებია სწორედ აი ამ საგარეო ვაჭრობაში არიან ჩართულები და ხო ზოგჯერ ოჯახებიც კი ხო მათი შვილები დღეს ვაჭრობენ აი ამ ადგილებში იმისთვის რომ სწორედ გადარჩნენ და ხო იმ რეალობაში როდესაც სახელმწიფოს არ აქვს სიღარიბის დაძლევის სხვადასხვა სათანადო სერვისებზე წვდომის პოლიტიკა და სოციალური დაუცველობა ძამძიმე რეალობა რეალურად ეს ხდება ხშირად ესეთი დაუცველი სარისკო შრომა თუ წვრილი ვაჭრობა ხდება გამოსავალი მთელი რიგი ოჯახებისთვის. ამიტომაც როცა იქ ადგილზე ვიყავით, ეს მართლაც რაღაცა ტიპის ტრაურს, გლოვას გავდა, ჩემ თვალწინ ამ ადამიანებს ახლობლები, ნათესავები ურეკავდნენ და ეს აი სამძიმრის მიღებას გავდა ნამდვილად, ხო, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ ჩემთვის მეორე, მესამე ხანძარია, ყველაფერი დავკარგეთ და როგორ უნდა შევეძლო კიდე ერთხელ მარტო ნულიდან დავიწყო ეს საქმე, ხო? ამიტომაც მართლა ძალიან მძიმე რეალობა, სამწუხაროდ შრომით, ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო ურთიერთობები, რითაც იჯარას იღებდნენ, ხო, იჯარით ამ ტერიტორიებს იღებდნენ, მათ ბოლომდე არ ქონათ გააზრებული ბაზრის ადმინისტრაციის და საკუთარი ვალდებულება და სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიზიარეს ხელშეკრულებები, თქვენს რომ ეს ხელშეკრულებები დაიწვა ხანძართან ერთად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მშრომელები, მოვაჭრეები დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობებს იღებს ბაზრის ადმინისტრაცია და ისინი ამ ხელშეკრულებით შრომის პირობებთან, უსაფრთხოების და სანიტარიის პირობებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციას, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხებს იღებს ამ მოვაჭრეებისგან და წლიდან წლამდე ამ თანხის ოდენობა იზრდება კიდეც, აიღოს ვალდებულება ამ ტერიტორიების უსაფრთხოებაზე და მათ შორის ფორს-მაჟორებში, ხო, ხანძრებისა თუ სხვა მძიმე რეალობის დროს კომპენსირების გარკვეულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ მათი ნაწილი ამბობდა, რომ ხელშეკრულებაში ასეთი არაფერი წერია, რომ ბაზრის ადმინისტრაციას
არანაირი ვალდებულება არ აქვს ასეთ სიტუაციებში აღებული, თუმცა უფრო დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა ეს ხელშეკრულებები რაშინაარს ატარებდა. მეორეს მხრივ ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ შრომის ინსპექცია არ ცდილობს ამ ადგილების სათანადო მონიტორინგს და ახლაც არ გაგვიგია ინფორმაცია, ხო, რას აკეთებენ, იმიტომ რომ ეს ბაზრის ადგილი დაიწყო, მაგრამ არსებობს სხვა ადგილები, კიდევ უფრო მძიმე პირობებში მუშაობენ იქ ადამიანები, შესაბამისად ინსპექტირება და კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა ბაზრის ადმინისტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ვხედავთ, რომ დაზღვევლები არ არიან, იმიტომ რომ იქ იმდენად ცარისკო გარემოა, რომ როგორც შრომელებმა გარემოვაჭრება აგვიხსნეს, აი ამ მძიმე პირობებში საზღვაო კომპანიები არ იღებენ საკუთარ თავზე რისკს და კონტრაქტებს არ უდებენ. კი, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, უბრალოდ რამდენიმე საკითხი არის, რაზეც ჩვენ აუდიტორიასთანაც მინდა გავამახვილო ყურადღება. ერთი რა ვისწავლეთ წინა გამოცდილებიდან ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ იმ ინსტიტუციების და თუნდაც კერძო სექტორის ჭრილში, როგორც არის მაგალითად სადაზღვაო კომპანიები, ხო? აღნიშნე, რომ დღემდე რჩებიან დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ ჩვეულებრივ ტემპში გრძელდება ვაჭრობა დაახლოებით იგივე გარემოში, როგორშიც მოხდა ხანძარი. და შრომის ინსპექციის როლი პრინციპში არსად არ ჩანს. მინდა ჩვენი აუდიტორიისთვის აქვე ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ იმ ადამიანებთან გვესაუბრა, რომლებიც ახლაც აგრძელებენ მუშაობას, ისინი რამდენად გრძნობენ თავს დაცულად და რამდენად აქცევენ ყურადღებას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ხანძრის ფონზე საკუთარი შრომის უსაფრთხოებას, თუნდაც იგივე მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ. რა როლი აქვს შრომის ინსპექციას, რა უნდა გააკეთოს ამ დროს, როგორი უნდა იყოს სადაზღვაო კომპანიების მიდგომა, როდესაც ასეთ ბიზნესზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა, რომ კერძო და სადაზღვაო კომპანიებმა უარი უთხრეს დაზღვევაზე, ან იყოს შემთხვევა, როდესაც თქვეს, რომ ხანძრის და წყალდიდობის შემთხვევაში ისინი რისკებს არ აზღვევენ. როგორი უნდა იყოს სექტორალური მიდგომა მსგავსი დიდი ზომის ბაზრობების მიმართ? იცით, ეს ბაზრობები რეალურად სხვა წვრილ ბაზრებად იყოფა, რომელსაც საკუთარი ადმინისტრაციები ყავთ, მათ უკან განან სხვა კომპანიები და ძალიან აშკარაა, რომ ეს ადმინისტრაციები მხოლოდ აქირავებენ ფართებს, მაგრამ არ ზრუნავენ იმ კონკრეტული ადგილების განვითარებაზე, მათ დაცულობაზე, უსაფრთხოებაზე, მთელი რიგი ზომების მიღებაზე, რაც უსაფრთხო შრომისთვის და ვაჭრობისთვის არის საჭირო. ამიტომაც მე მგონია, რომ პირველ რიგში სწორედ ამ რგოლებზეა სამუშაო, რომ უფრო ზუსტად გამოიკვეთოს ბაზრების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაში რა შედის, ხო? მეორეს მხრივ, ხო, სადაზღვაო კომპანიების მიდგომა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არის ის, რომ თუ ეს არის ძალიან დაუცველი ადგილები, სადაც რისკები ძალიან მაღალი, ისინი უბრალოდ ამ ხელშეკრულებებში და ამ შეთანხმებებში არ ჩედიან. და საბოლოოდ სახელმწიფოს თვალს ხუჭავს ამ რეალობაზე. იცით რატომ? იმიტომ რომ თითქოს გამოსავალი არის ან ასეთი ბაზრების დახურვა, როგორც რაღაც არალეგიტიმური, არაუსაფრთხო, არაფორმალური შრომის და ვაჭრობის ადგილების, ან ხო, მათი დახურვა და ამ ადგილებში რაღაცა დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა, სადაც უფრო დიდი ბიზნესები, მსხვილი კომპანიები შედიან, ხო, ან მათი ამ რეალობაში დატოვება. ამიტომ თითქოს გამოსავალი არის ან დახურვა და იქ დიდი ბიზნესებისა და კომპანიების შესვლა, ხო, ან თვალის დახუჭვა და მათი ამ რეალობაში დატოვება. მაშინ როდესაც აკეთებს პრინციპში. ხო, რასაც რა მოდელიც თითქოს რა სტრატეგიაც აქვს სახელმწიფოს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დაუშვას, რომ იქნება ესეთი ტრადიციული ბაზრის ადგილები, არაფორმალური ბაზრის ადგილები, სადაც თქვათ გლეხები, წვრილი ვაჭრები და სხვა ჯგუფები ხო ამ ადგილას ივაჭრებენ და შეეცდებიან რომ გარკვეული შემოსავალი მიიღოს, მაგრამ და ასეთი ტრადიციულად ქცეული ბაზრების დატოვება ძალიან ბევრ ქალაქში ხდება კიდეც, მაგრამ აქ ადგილობრივი თვითმმართველობები სანახაობის ნიშასაც იძენს. ხო, ნამდვილად ასეა. თუმცა ეხლა დღეს რა რეალობაც არის ვაგზალზე, ალბათ ეს კიდევ უფრო ნაკლებად არის ასეთი, მაგრამ თვითმმართველობებს აქვთ აღებული საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ დაიცვან ეს ბაზრები, პირიქით მათ განვითარება შეუწყო ხელი, ხო, გარკვეული ინსტიტუციონალიზება მოხდეს იქ ურთიერთობების, შრომის პრაქტიკის, უსაფრთხოების, ზოგჯერ თავად ამ ბაზრებში მომუშავე ადამიანებს
თავად ეძლებათ თვითმმართველობის უფლება, რომ თვითონ მართონ ბაზარი როგორც ასე უნდათ, როგორც თავად უნდათ და გარკვეული დემოკრატიული თვითორგანიზების პრინციპებიც კი კონდეს და ძალიან ხშირად ხო აქ თავად მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებზე ხდება და ტერიტორიებზე ხდება ეს ბაზარი, ამიტომაც კერძო კომპანიების ნებაზე არ არის ჩამოკიდებული გარემოვაჭრეები. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ ის კომპანია, რომელიც ფლობდა დეზერტირების ბაზარს, თითქოს აპირებდა გასხვისებას რაღაც მსხვილ კომპანიაზე და ადგილობრივი მშრომელები და გარემოვაჭრეები მთლიანად კარგავდნენ შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ამიტომაც მუნიციპალური ბაზრები არის საკმაოდ კარგად განვითარებული კონცეფცია მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო უბრალოდ რაღაც არაფორმალურს კი არა არქმევს ამ ბაზარს და თვალს ხუჭავს ან და მუდმივი მუქარის ქვეშ ამყოფებს გარემოვაჭრეებს, რომ ან მათ აყრიან, ან რაღაც მოხდება და რისკები მთლიანად მათზე იქნება, არამედ პირიქით მათ აძლევს რესურსებს, შესაძლებლობას იმისთვის, რომ მათ უსაფრთხო გარემოში ივაჭრონ და იმუშაონ. ამიტომაც პრინციპში ჩვენ აი ამაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, როგორ შეიძლება გადმოვითაროთ მუნიციპალური ბაზრები, ისე რომ ადამიანებისთვის ის უსაფრთხო იყოს, მაგრამ ისინი ასეთი ტიპის არაფორმალურ ბაზრებზე რაც ხდება, ხო, რომ ისინი უფრო მოქნილად ახერხებენ ვაჭრობას, ხო? აი ეს შესაძლებლობები ადამიანებს დარჩეთ. დღეს ვაგზლის და ბორჯომის ვაგზლის გარემოვაჭრეებისთვის ჩემი აზრით მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ერთის მხრივ საბანკო ვალდებულებების შეჩერება, ხო იმისთვის რომ ისინი კიდევ უფრო დიდ ვალში არ გადავარდნენ და ეს პროცენტები არ დაგროვდეს და შემდგომში უკვე სახლების დაკარგვის რისკის წინაშე არ დადგნენ და აქ ალბათ სახელმწიფო უნდა მედიატორის როლი შეასრულოს. მეორეს მხრივ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ მისცენ ალტერნატიული ვაჭრობისა და შრომის ადგილი იგივე ტერიტორიაზე. თუმცა არსებითია რომ ეს სივრცე იყოს უსაფრთხო და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო მათ შესთავაზოს გრანტები ან შეღავათიანი სესხები, სახელმწიფო სესხები იმისთვის რომ მათ შესძლონ საკუთარი ბიზნესის და საქმიანობის გაგრძელება. ხო, იმიტომ რომ თუ მათ ისევ აი ამ ჭარბი მაღალპროცენტიანი ხო ვალის აღება მოუწევთ ბანკებისგან, უბრალოდ ვეღარ გაუძლებენ ეკონომიკურად ხო აი ამგვარ წენეხს. თუმცა ფართე გაგებით ეს არის მყისიერი მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ფართე უფრო გრძელვადიანი გაგებით ბუნებრივია რომ სახელმწიფომ სხვა ამ ერთ საბაზრო ერთეულების ხო რაღაც სხვა ბაზრების უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. ჩვენ მგონია რომ ეს ტერიტორია უნდა გახდეს მუნიციპალური ტერიტორია და თვითმმართველობა მიიღოს ზომები აქ როგორც უსაფრთხოების, სანიტარიის, ისე სხვა ტიპის სტანდარტების დაცვისთვის. აუდიტორიისთვის უბრალოდ განმარტავ რომ თბილისის ცენტრალსა აქ იჯარით აღებული 49 წლის ვადით. შესაბამისად ამ წუთისთვის მუნიციპალური შესაძლო სწორედ აქედან გამომდინარე ვერ გახდეს, ხო? მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეგ სცენარიც გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის გამოსყიდვისა და გრძელვადიანი სცენარი, რომ კერძო მესაკუთრის ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, თქვათ ამ ადგილების განვითარება. თქვენ იცით რომ გარემოვაჭრეებს და ბაზრის მშრომელებს აქვთ ეს ეჭვები და შიშები, რომ ეს ხანძრებით შეიძლება იყოს ხელოვნურად გაჩენილი, რომ ამის უკან დიდ კორპორაციებს, კომპანიებს აქვთ მიზანი, რომ დიდი სავაჭრო ცენტრები გახსნან და ეს წვრილი მოვაჭრეები გაყარონ და პრინციპში ეს კოლონიზებისა და დიდი მსხვილი კომპანიების მხრიდან ასეთი ადგილების ათვისების ტენდენცია ზოგადად ჩანს ჩვენს ქალაქში, ამიტომ არალეგიტიმური ეს შიში თუ ეჭვი არ არის, თუმცა მეორე მხრივ ძალიან აშკარაა რომ ის პირობები, რომელიც ამ ადგილებში არსებობს, ხო, ეს პირობები ბუნებრივად ქმნის ძალიან სარისკო გარემოს და აი ესეთი სიტუაციების განვითარების. კი, ჩვენც მოგვიყვარა არაერთი მოვაჭრე კამერის მიღმა რომ თვითონ ხანძრის ხასიათი იყო ისეთი და ისეთ სწრაფად მოიცვა მთელი ტერიტორია, რომ დარჩათ მათ განცდა, რომ ეს იყო ხელოვნურად გაჩენილი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი ყვებოდა, რომ 6 საკლდა 20 წუთი, როდესაც ის ემზადებოდა ბაზარში მისასვლელად, შეატყობინეს და რამდენიმე წუთში მისვლის შემდგომ უკვე ფაქტობრივად არაფერი აღარ დარჩა ადგილზე და ნუ მათ ეჭვები აქვთ ასევე რომ სახანძრომ შესაძლოა დაიგვიანა და არაეფექტიანად ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას. ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ან შეიძლება არ იყოს ასე, მაგრამ ეს არის რასაც ადამიანები ამბობენ. წინა გამოცდილებებზეც მინდა ძალიან მოკლედ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იმავე ტერიტორიაზე ბავშვთა სამყაროს დაწვის შემდგომ
არაერთი ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით გაუბედურდა და კიდევ უფრო ძიმე შემთხვევები ახლდა ამ ისტორიას. თუ არის გამოძიებული, თუ არის დადებული დასკვნა, რა მოხდა ამ ტერიტორიის, ვინმე თუ არის დასჯილი, რა ინფორმაცია გაქვთ უფლებადამცველებს? ხო, ჩვენ შევეცადეთ, რომ შეგვამოწმებინა საჯარო წყაროებით, პრინციპში არაფერი იძებნებოდა იმ ამბის გამოძიების თაობაზე და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დაბალი კომპენსაციები მიიღეს იმ ადგილას დასაქმებულმა და ვაჭრობაში ჩართულმა ადამიანებმა, თუ გვეუბნებოდნენ 1000, 3000 ლარს, ანუ ძალიან მიზერულ თანხებს და სხვა შორის სწორედ ეს გამოცდილება ძალიან ნიჰილიზმში და უნდობლობაში აგდებდა ბორჯომის ვაგზლის მოვაჭრეებსაც. ისინი ამბობდნენ, რომ თუ იმათ არ აუნაზღაურეს, მაშინ ჩვენც არ აგვინაზღაურებენ, ამიტომ როცა ვთავაზობდით სამართლებრივ დახმარებას, ხო ამ სახელს შეკრულებულ დეტალებში გარკვევას, ძირითადად იყო სკეპტიციზმი, რომ მაინც არაფერი არ იქნება. თუმცა ბოლო განცხადებები, რაც თბილისის ცენტრალის და მერის მხრიდან გაკეთდა, გარკვეულწილად არის დამაიმედებელი თვალსაზრისით, რომ ისინი ამ სივრცის დროულ რეაბილიტაციაზე საუბრობენ, ასევე სხვა ადგილის გამოყოფაზე, სადაც ისინი ვაჭრობის გაგრძელებას შეძლებენ. ხო, ითქვა ბუნდოვნად, მაგრამ რაღაც კომპენსირების თაობაზეც. თუმცა, ხო, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოვაჭრეებმა შეინარჩუნონ სოლიდარობა, დარჩენ თვითორგანიზებულები და ჩამოყალიბდნენ ზუსტად რა ტიპის მოთხოვნები აქვს და განსაკუთრებულად ის მოთხოვნა, რომელიც ამ გრანტების ან საშაღავათო სასხების გაცემას უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ეს პროგრამა აწარმოე საქართველოში, რომელსაც ბოლო წლებში არა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, არამედ პირიქით უფრო მდიდარი კომპანიები იღებენ და ქართული ოცნების შემომწირველები და მასთან დაკავშირებული ბიზნესები ხო მილიონებს იღებენ ამ პროგრამიდან უფრო მეტი გამდიდრებისთვის. მგონია, რომ მინიმუმ აწარმოე საქართველოში რესურსები და ასეთი პროგრამები შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ადამიანებისთვის, რომ სესხის აღება არ დასჭირდეთ იმისთვის, რომ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელონ. ამიტომ მგონია, რომ გარემოვაჭრეებმა, მშრომელებმა უნდა გრძელვადიანად იფიქრონ საკუთარ რეალობაზე და მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც დღეს შეგუებულები არიან, რომ აი ამ არაუსაფრთხო გარემოში იმუშაონ, ხო თითქოს იმ არგუმენტით, რომ მათთან არ მოხდება, ხო, რაიმე უბედურება. ეს მასობრივი, ხო, ესეთი ჯაჭვი ამ ხანძრების აჩვენებს, რომ ამის რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ ჯობია მათ გარკვეულ ფორმალიზებაზე იმუშაონ უსაფრთხოების დაცვაზე, ხო, ზომების მიღებაზე, ვიდრე თვალი დახუჭონ რისკების მიმართ და მე მგონია, რომ მით უმეტეს რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური ბაზრების საკითხზე ილაპარაკოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ და პარტიებმაც და შექმნან ის პოზიტიური ალტერნატივები, რომელიც ხო უსაფრთხოების დაცვის გარანტიები, სანიტარიის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მათი ჯანმრთელობისთვისაც არის თქო იმ გარემოში მუშაობა, ხო ეს მარტო ხანძრების მიმართ რისკებზე არ არის ეს დამოკიდებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების პოლიტიზირება, პარტიებმა უნდა შესთავაზონ ამ ადამიანებს ახალი ალტერნატივები, თქვათ როგორ შეიძლება ამ ადგილების განვითარება, გაუმჯობესება და მათ შორის ეს საკითხი გახდეს პოლიტიკური დისკუსიის საგანი. სამწუხაროდ მე ვერ დავინახე აქტიურობა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც და რეალურად ისინი მოქალაქეებს მარტოებს ტოვებენ ხელისუფლების წინაშე, ქართული ოცნების წინაშე და მე ჩვენ ხედავთ, რომ როცა ამ ადამიანებს უბრალოდ გამოცდილება არ აქვთ, როცა თქვათ პარტიები ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ორგანიზდებიან მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რაღაც შედეგს აღწევენ, მინიმუმ იმ შედეგს, რომ საკითხს იმდენად დიდი პრიორიტეტი ეძლევა, რომ მე თქვათ მართველი გუნდია იძულებული რომ რაღაც გააკეთოს, ხო? შეიძლება ოპოზიციამ ვერ მოახერხოს თვითონ ამ საკითხის განაწყვეტა, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზაციით შენ აიძულებ ხელისუფლებას, რომ თვითონ გააკეთოს მე რაღაც, ხო? და როცა ეს ინტერესი და პოლიტიზაცია სოციალური საკითხების მცირდება, ბუნებრივია, რომ შენ მოქალაქეებს უბრალოდ შეატოვებ მარტოს მართველი პოლიტიკური ძალის წინაშე და მე უბრალოდ ისინი შენ აღარ გელაპარაკებიან, ხო, აღარ გენდობიან. და სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ამას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის ძალიან სუსტი მოქალაქეებთან კავშირში და განსაკუთრებულად სოციალური საკითხების პოლიტიზირებაში და დღის წესრიგის
თამაში დაყენებაში. თამაშიც უფრო მეტიც საგნობრივი დისკუსია პოლიტიკურ ოპოზიციაშიც კი წლების განმავლობაში რჩება საზოგადოების მხრიდან სურვილად, რასაც ვერ ვხედავთ. და რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება უკეთესი პოლიტიკური ძალა არა, არავითარ შემთხვევაში, თუმცა პოლიტიკური ოპოზიციაც არ გვთავაზობს იმ საგნობრივ მსჯელობას, რაც საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. სიღარიბე, თქვენ იცით რომ ძალიან მაღალი, ხო, რაღაც 1,200,000-მდე ადამიანი მიმართა სოციალურ შემწეობაზე, დაახლოებით 700,000 ადამიანი იღებს ამ შემწეობას, ხო, ჩვენ ხედავთ რომ კვლავ ჩვენი ეკონომიკა არის დამოკიდებული მიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებზე და ეს დამოკიდებულება ხო, უფრო და უფრო იზრდება წლებთან შედარებით არ მცირდება. ხო, ჩვენ ხედავთ რომ რეგიონალური უთანასწორობა ძალიან ღრმაა, მთელი ეკონომიკის 75% ეკონომიკური ზრდის, ხო, ბოლო წლების თბილისსა და ბათუმზე მოდის და სხვა რეგიონები პრაქტიკულად გამართულები არიან იმ ტიპის ეკონომიკური ცხოვრებიდან, რომელიც არის ამ ქვეყანაში, მოწყვლადი, დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, იმპორტზე, ხო, მაგრამ როგორიც არის და ხედავთ რომ რეგიონალური უთანასწორობა ასევე ძალიან ღრმა არის. ამიტომ თუ ჩვენ ხედავთ რომ როცა პოლიტიკურ პარტიებს ვლაპარაკობთ, რომ სწორედ სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, რეგიონალური უთანასწორობა არის მთავარი ფაქტორი, რაც მართვალ პოლიტიკურ ძალაზე მოქალაქეების დამოკიდებულებას ზრდის და საბოლოოდ მათ კონტროლს და შენ არ თავაზობ ამ საზოგადოებას კეთილდღეობის ალტერნატივებს, არა პოპულისტურ განცხადებებს პენსიების ზრდაზე, არადამაჯერებელ ზრდაზე და ასე შემდეგ, არამედ სისტემურ გამოსავალს, როგორ აძლიერებ მდგრადად ავითარებ ეკონომიკას და როგორ თავაზობ გადანაწილებისა და სოციალური დაცვის მექანიზმებს. ხო, ბუნებრივია, რომ ისინი უბრალოდ იმ მთავარ სტრუქტურულ ფაქტორს, რაც საქართველოში ავტოკრატიზაციას აძლიერებს, იმ სტრუქტურულ ფაქტორს უბრალოდ ვერ უპირისპირდები და მაშინ ყველაფერი მაჩვენებითი ხდება. არ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში არსებული ყველა კონფლიქტი, ყველა კრიზისი გეოპოლიტიკით აიხსნას, ხო? რაღაცებს აქვს შიდა უდიდეს ნაწილს, აქვს შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა და მას სჭირდება შიდა პოლიტიკური გამოსავლები. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ჩვენ აუდიტორიამაც იცოდეს, რომ ჩვენ ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და იმ ადამიანებთან, რომლებიც ან კომპენსაციის მოლოდინში არიან დღემდე, ან ფიქრობენ, რომ შესაძლოა გამოსავალი არ იყოს, ჩვენ ამ თემებს მივყვებით აუცილებლად გადაცემიდან გადაცემამდე და პერიოდულად გაგიახლებთ მოვლენებს, თუ რა იცვლება 400-მდე მოვაჭრეზე არის საუბარი, თუ არ ვცდები ეს რიცხვი გვითხრას. 400-დან 500-მდე ამბობენ. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს და მათ უკან მათ ოჯახებზე ალაპარაკი, ამიტომ ჩვენ ამ თემას აუცილებლად თქვენ პერიოდულად გაგიახლებთ.